ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, დღევანდელი კვირა დღის საკითხავი წმინდა სახარებისა, რომელიც წავიკითხეთ, წმინდა მოციქულ პავლეს ეპისტოლე პირველი კორინთელთა მიმართ და მათეს სახარების ნაწყვეტი ორივე ძალიან დიდი მნიშვნელობის არის ქრისტიანული ცნობიერების ჩამოსაყალიბებლად. მნიშვნელოვანია მათი შინაარსი და ჩვენს მიერ გაგება. ეს წარმოადგენს ქრისტიანული სულისკვეთების მნიშვნელოვან შინაარსს და სულისკვეთებას. ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, მოყვასისადმი, ეკლესიისადმი. მაცხოვარმა ბრძანა, რომ ცათა სასუფეველი მსგავსი არისო იმ მეუფისა მეფისა, რომელმაც გადაწყვიტა თავისი ქვეშემრდომების განკითხვა ამ შემთხვევაში იგულისხმება მათი საქმეების განხილვა. და აღმოაჩინა, რომ არის ვინმე, ვისაც საკმაოდ დიდი ვალი აქვს. ვალი აქვს როგორც მეფის წინაშე, ასევე სხვა ადამიანების მიმართაც. დაიბარა ეს ადამიანი და უთხრა, რომ თუ არ გადაიხდი შენს ვალს, მაშინ ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ იმ დროინდელი სოციალური წყობა იყო მონათმფლობელური. დაშვებული იყო საზოგადოებაში მონობა და ამაში არაფერი ახლა გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ მონათმფლობელობა ზოგიერთ ქვეყანაში და ისეთ განვითარებულ და პროგრესულ ქვეყანაში, როგორიც შეერთებული შტატები არის, იქაც მე-19 საუკუნის თქვათ შუა წლებამდე მონათმფლობელობა ჩვეულებრივ კანონიერ ცხოვრების წესად ითვლებოდა. და მეფემ უთხრა, რომ თუო შენო ვერ გადაიხდიო, მაშინო მე იძულებული ვარ, რომ შენი ვალები ავანაზღაურო შენი სახლის აგარაკის გაყიდვით და ასევე შენი ცოლშვილის გაყიდვით მონობაში. რა თქმა უნდა, შეწუხდა ეს ადამიანი და დაემხო მეფის წინაშე და ეუბნება, რომ სულგრძელება გამოიჩინე ჩემს მიმართ და გადავიხდი მე ამ ვალებს. შეხედა მეფემ ამ ადამიანს, შეეწყალა ის
და აპატია მას ყველა მისი ვალი. გამოვიდა ეს ადამიანი მეფისაგან და შეხვდა მას მისი პირადი მოვალე, რომელსაც მის ვალებთან შედარებით მცირე ვალი ჰქონდა ამ ადამიანისადმი. მიადგა მოვალეს და ეუბნება, რომ დამებრუნე ჩემი ვალიო. და ესეც ამ სიტყვებს ეუბნება, რომ გამოიჩინე სულგძელება ჩემს მიმართ და რაც მაქვს ის ვალი დაგიბრუნებო. პირველის ვალი იყო ძალიან დიდი. განისაზღვრებოდა საკმაოდ, ესე ვთქვათ, მაღალი ციფრით. მეორეს ვალი იყო პირველის ვალთან შედარებით გაცილებით უფრო ნაკლები. და პირველმა არ გამოიჩინა მოწყალება და სულგძელება, არამედ ეს ადამიანი საპრობილეში ჩასვა, შესაბამის, სამსახურს. მაშინაც იყო საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო სამსახური რომის იმპერიისა და ამ ადამიანს ციხეში ყოფნა მიუსაჯეს. გაიგო ეს ამავე მეფემ და დაუძახა იმას, ვისაც დიდი ვალი ჰქონდა და უთხრა, ასე რატო მოიქეციო? განა მე შენ არ გაპატიე შენი ვალი. და რადგანაც შენ ასე მოიქეცი, მაშინ რასაც იმსახურებ შენი ვალების გამო, იმ სასჯელს მოგიყენებ. და დასაჯა ეს ადამიანი უკვე სასჯელის სრული სიმკაცრით. და ამთავრებს ამ მიგავს მაცხოვარი შემდეგი სიტყვებით. ჩვენ აქ ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ და მოვისმინოთ, რით დაიწყო იგავი. მსგავსი არს სასუფეველი ცათა. ამით იწყებს და მერე ყვება ამ მეფისა და მოვალეების ამბავს და ასრულებს შემდგომი სიტყვებით. თქვენცო, თუ მთელი გულით არ მიუტევეთ მოვალეთა თქვენთაო, არც თქვენ მიგეტევება თქვენი ცოდვებიო. ანუ ცათა სასუფეველი მაძიებელი ადამიანისათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძვირფასო ძმანო და დანო, რომ ჩვენ ვიცოდეთ, თუ ჩვენი მოყვასის მიმართ არ გვექნება შესაბამისი ღვთის სიტყვის მიხედვითი განწყობა, მაშინ ჩვენც, როდესაც ვამბობთ უფალო შემიწყალე და მაპატიე, ჩვენც ეს თხოვნა არ აღვისრულდება, არ იქნება ჩვენი თხოვნა შესმენილი. ჩვენ ყოველდღე ვამბობთ საუფლო ლოცვას და მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთან. ჩვენ ამას ყოველდღე ვამბობთ. დღეში რამოდენიმე გზის. მაგრამ დავფიქრდეთ, ამ ლოცვის შინაარზე, დავფიქრდეთ იმაზე, როგორი გულით ვამბობთ ჩვენ ამ ლოცვას, როგორი გააზრებით. და გულწრფელები ვიყვეთ, ძვირფასო ძმანო და დანო. გულწრფელები შეიძლება მე დღეს აღმოვაჩინო, რომ
საკუთარ თავში რომ მიჭირს მეორე ადამიანისათვის პატიების მიცემა. ცალკბად ვაძლევ, ასე რომ ვთქვათ, კი, მერთმა აპატიოს შეუნდოს, მაგრამ როგორც კი გამახსენდება მის მიერ რამე გაკეთებული ხელათვე აღშფოთება მოდის ჩემში. მოვისმენ იმას, რომ აი რაღაცა მას გაუჭირდა, ვიტყვი, აი იმსახურებს, მაგას ბევრი ცოდვები აქვს ჩადენილი. თუ მომეცა შესაძლებლობა, თითქოს ვიტყვი, რომ კი ვაპატიე, მაგრამ და მე მოვყვები მის, აი ასეთი არის, ისეთი არის და აი მე კი ვაპატიე, მაგრამ ღმერთი მაგას არ აპატიებს. ჯერ ერთი მე არ ვიცი, ღმერთი ვის რას აპატიებს და მაპატიებს მე თუ არა. ეს არ ვიცი. და როგორ შემიძლია მე სხვაზე ვისაუბრო და მით უმეტეს ღვთის მაგივრად განაჩენის გამომტანი ვიყვე. აპატიებს თუ არ აპატიებს. განა თუნდაც ამ იგავის მიხედვით უფალმა რაღაცის გამო აპატია ამ მოვალეს. იმიტომ რომ მან თქვა, რომ თქვათ უფალო არ შემიძლია შენ გადაგიხადო 100 ტალანტი, მაგრამ აი გადავიხდი ერთს. არა. მეფეს შეეწყალა ის. მისი თხოვნა შეისმინა, გულთან მიიტანა და ყველაფერი აპატია. რაღაცის გამო კი არა. თხოვნის გამო. და აი ჩვენს ძვირფასო ძმანო და დანო, ეს უნდა გვახსოვდეს, რომ აი ასეთი სულისკვეთება არის გამსაზღვრელი ქრისტიანობისა. ამიტომაც თქვა ჩვენმა წინაპარმა, რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგული არისო. ჩვენ გვახსენდება ფიზიკურ გაცემასთან მიმართებაში. მაგრამ გაცემა არის ასევე სულიერიც, რომელიც ზოგჯერ გაცილებით უფრო ტკივნეულია, გაცილებით უფრო მძიმეა. მე ამოვიღებ ჯიბიდან და მივცემ ვიღაცას. და ეს გაცილებით გამიოლდება, ვიდრე ის, რომ თქვა გულით, რომ მე გაპატიე შენ. შენი შეცდომა, არასწორი ქმედება, შენი დანაშაული ჩემს მიმართებაში, მე გაპატიე. რა თქმა უნდა, მეორე მხრიდანაც თხოვნას უნდა ვხედავდეთ და სურვილს პატიებისას. ზოგჯერ ამას ვერ ვხედავთ, მაგრამ ჩვენი შინაგანი განწყობა მაინც ყოველთვის უნდა იყოს წმინდა წერილის მიხედვით. და მზად ყოფნა, რომ თუ ადამიანმა თქვა, რომ იყავი ჩემს მიმართ სულგრძელი და მაპატიე მე, ჩვენ ეს პატიება მივცეთ და არ გავკერპდეთ. არ გახისტდეს ჩვენი გული, რაც ძალიან არასწორი და საშიშია წინაშე ღვთისა. ძვირფასო ძმანო და დანო. აი ეს უნდა გვახსოვდეს. და აი ამგვარად უნდა საკუთარ თავს ღმერთთან ურთიერთობას ამგვარად უნდა ვასწავლიდეთ და მოვსთხოვოთ საკუთარ თავს. და მაშინ ღმერთი სულგრძელი იქნება ჩვენს მიმართ. ჩვენი ცოდვის,
და დანაშაულის მიმართ. სულგრძელი იქნება ცხოვრების მანძილზე და სიხარული დაისადგურებს ჩვენს გულში და ღმერთთან სიახლოვის შეგრძნება. იმიტომ რომ ხედავდეთ იქნება ღვთის მოწყალებას ჩვენს მიმართ.